ბუნებრივია ჩვენ დისკუსია უნდა დავიწყოთ აი ამ პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც ოცნება უწოდებს კორუფციასთან ბრძოლას. მოკლედ ძალიან უნდა გავისურველოთ თავები, რომ ასე დავინახოთ ეს პროცესი. ამიტომ მინდა თქვენ გკითხოთ, რეალურად რა мотивация აქვს ივანიშვილს, როდესაც დაიწყო კონკრეტული ადამიანების აი ამ საფარქვეშ დასჯა, გასაგებია რომ ეს პროცესი ვერ წარიმართებოდა მისი მონაწილეობის გარეშე, ხომ? ოლიგარქმა იცოდა რომ აი ეს ასე ვთქვათ, ასეთი მაღალი დონის კორუფცია არსებობს ქვეყანაში. საღამოშვიდობის დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს, მივესალმები ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თემას, რუსულ ოცნებას აქვს ერთი ძალიან ვერაგი მეთოდი, პირდაპირ რუსული პლეიბუქიდან აქვს ეს მეთოდი, რომ ყოველ კვირაში ერთხელ რაღაც სპეცოპერაციას აწარმოებს, აი დაგეგმავენ ხოლმე და რაღაც თემას ააგორებენ და მერე ატრიალებენ სხვადასხვა სიხშირეზე, სხვადასხვა მედია საშუალებებით და ამ საშუალებით, ამ გზით მართავენ საზოგადოებას, ახდენენ ემოციურ манипуляციას ადამიანების და რასთავარია ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს ადამიანებზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს თემა საერთოდ კომიკურია, რომ მას უკავშირებენ კორუფციასთან ბრძოლას ან რაიმე სხვას, როგორც აი გრიგოლ გილუაშვილის თემა იქნება თუ ეგრეთ წოდებული პრემიერის დღევანდელი რაღაც ჩაწერილი განცხადება. სინამდვილეში ეს ის შემთხვევა არის, როდესაც უნდათ გადაფარონ მათ წინაშე არსებული, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ბოლო წლების ქიმიური მოწამვლის საქმე. ანუ ეს არის უდიდესი სკანდალი, ეს არის უდიდესი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისგებლობის წინაპირობა და ყველანაირად ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ ისეთ რაღაცეებზე, რაც ერთი მხრივ ისედაც ვიცოდით და მეორე მხრივ არის მხოლოდ პიარი და არაფერი სხვა. ხო, ვიმეორებ, ეს ქიმიური მოწამვლის საქმე არის ის საქმე, რომელიც აი ჩათვალეთ, რომ აი time bomb-ია, ხო, რაღაც აი ტიკ-ტიკ-ტიკ-ტიკ-ტიკებს და როდის აუფეთქდებათ არ იციან. ეს თან არის ყველაზე უფრო სარწმუნო წყაროს მიერ გამოძიებული, საერთაშორისო არხებით გადაცემული და ამ თემას აქვს მსვლელობა. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ ყურადღება გადაგვატანინონ და რაღაც შიდა სპექტაკლებზე გვალაპარაკონ, რომელიც საბოლოო ჯამში დიდ სურათში ჩვენთვის არაფრის მთქმელი და არაფრის მომცემია, ხო? იქ ლილუაშვილი იქნება, ღობეგლეჯიაშვილი, კობახიძე თუ ვინც არ იქნება, ხო, ჩვენთვის ამ ქვეყნის რიგითი კანონმორჩილი პატრიოტი მოქალაქეებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სანამ ამ ქვეყანას მართავს რუსული ოცნება და შესაბამისად პირდაპირ რუსეთი, იმ სახელ და გვარებს კონკრეტულ თანამდებობებზე ვინც ზიან, აქვს აბსოლუტურად ესეთი პირობითი მნიშვნელობა. შესაბამისად, ეხლა ამასო დავარქვათ რაღაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, თქვენ სწორად ბრძანეთ, აბსოლუტურად და გეთანხმებით არის არასწორი, არასერიოზული, თუ რამე შეიძლება შევადაროთ, ეს არის ადრეულ ბოლშევიკურ ხანაში ბოლშევიკების მიერ ერთმანეთის ხოცვაჟლეტვა და შიდა ბოლშევიკური წმენდები, ხო, როდესაც ეჟოვი იაგოდას ხრეტდა, მერე ბერია ეჟოვს ხრეტდა, მერე ბერიას კიდევ სხვა ხრეტდა და ასე შემდეგ, მაგრამ ამით ჩვეულებრივი პატიოსანი კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლებოდა, ის იყო შიდა რაღაც შიდა თემებით განპირობებული ჩვენთვის სრულად უინტერესო საკითხები. ჩვენთვის რამე საინტერესო თუ შეიძლება იყოს იგივე ამ გილუაშვილის შემთხვევაში არის ის, რომ შევადაროთ ეს შემთხვევა მათ მიერვე აგორებულ პროპაგანდისტულ მითებს, პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იმეორებდნენ, რომ თურმე წინა ხელისუფლების დროს იყო კარტელური გარიგებები და ესეთი არც ერთი არ უყოვნიათ და დღეს ამბობენ, რომ თურმე მათი ხელისუფლების პირობებში ნამდვილად არის, თურმე წინა ხელისუფლების დროს იყო რაღაც ელიტური კორუფცია, რომელზეც, რა ვიცი, ერთი-ორი რაღაც მინიშნება იყო, მაგრამ არც ერთი საქმე არ წარმოებულა და არაფერი არ გამოვლენილა და ამ ხელისუფლების პირობებში არათუ ელიტური, არამედ სრულად მამაპაპური კორუფცია დაბრუნდა ყველა შრეზე, ყველა დონეზე და მასშტაბიან კორუფციის ელიტური კი არ არის რაღაც სტრატოსფეროშია გასული. რომ შევადაროთ ისე, ხო, წინა ხელისუფლების დროს რას უკავშირებდნენ ამ ტიპის ბრალდებებს, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი საქმე არის ეგრეთ წოდებული პიჯაკებისა და ვენოკების საქმე, სადაც მას ედავებიან 9 მილიონი ლარის, ხალხს უსვამს 9 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვას.
სახში წაღებას კი არა, არამიზნობრივ ხარჯვას. სწორია იმ ადამიანზე და იმ პოლიტიკოსზე, რომელმაც ეს ქვეყანა ქეჩოთი ამოაწია წუმპიდან. ის რომ მოვიდა ხელისუფლებაში 500 მილიონი ლარი იყო ბიუჯეტი. პენსია არ იგდებოდა, ხელფასი არ იგდებოდა და ჩამოქცეული იყო ყველაფერი. და აი ამ ადამიანს ეუბნებიან, რომ რა ქვია, ვასალ ჰაველის საფლავზე რო წაიღე გვირგვინი ეს თურმე არასწორი იყო, კაჩინსკის საფლავზე რო წაიღე გვირგვინი ეს თურმე არასწორი იყო და არამიზნობრივი იყო და ეს მთელი ეს რიტორიკა აგებულია იმ ადამიანების ნარატივზე, რომელსაც სახში უდევთ ოქროს რომლებსაც სახში 7 მილიონი დოლარი უგდიათ, ხო და თან ვინმე ესეთი კი არ არის, რო ვილაპარაკოთ, ხო, ვინც რაიმე ამას რა მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ ვინც რაიმე გააკეთა ქვეყნის წინაშე. აი ვიღაც ნულოვანი, არაფრის თქმელი, უსახელო და უსახური არარაობები, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. აი ამ ხალხის მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი. საკუთარი დარჩენილი ამომრჩევლებით დატოვეს არგუმენტების გარეშე, ხო? თქვა თავს იწონებდნენ რაღაცა მორალურ პედესტალზე ვდგავართ, ოდესაც საუბარი ეხება კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებებს, ერთშიც და მეორეშიც ვნახეთ რა სიტუაცია ადამიანის უფლებების კუთხით, სისტემური წამება, ახლა ეს ქიმიური მოწამვლის საქმე. ქიმიური მოწამვლის საქმე, სისტემური წამება ნამდვილად იყო და შეეხო ასობით ადამიანს, დაახლოებით 500-მდე ადამიანს შეეხო და ეხლა თუ რამე დადასტურდა არის ის, რომ ქვეყანაში არის სისტემური კორუფცია. კორუფცია არის ყველა შრეზე, ყველა ინსტიტუციაში, კორუფცია არის მართვის მეთოდი. რასთავარია მათ კორუფციისთვის შექმნეს მყარი ინსტიტუციური და მყარი საკანონმდებლო ჩარჩოno. ყველა კანონი, პრაქტიკულად ყველა კანონი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან იღებენ, გამიზნულია იმისკენ, რომ შეიქმნას რაღაც ახალი რგოლი, რაღაც შუამავალი ადგილი, ვიღაცისთვის ეგრეთ წოდებული კარმუშკა. ანუ რეალურად საქმის წინ წასაგდებად კი არ კეთდებოდა ეს ყველაფერი, ან იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, პირიქით მოიხსნას წრეხი, მოიხსნას უსარგებლო ბიუროკრატიის მხრიდან ბიზნესზე თუ ადამიანებზე ამა თუ იმ ტიპის უსარგებლო კონტროლი, ხო? არამედ იქითკენ იყო მიმართული, რომ შექმნილიყო დამატებითი მაკონტროლებლები, შექმნილიყო ახალი ვიმეორებ ეგრეთ წოდებული კარმუშკები და შემდეგ ამ კარმუშკებს აუქმებდნენ, რა ვიცი, გავიხსენოთ იგივე მერიაში არსებობდა რაღაც ეკონომიკური დეპარტამენტი, ხო, რომელსაც 2 მილიონი მისცეს დაფინანსება, მე აორთქლდა ის ეკონომიკური დეპარტამენტი. არსებობდა ღამის ეკონომიკის დეპარტამენტი, ხო, იმასაც რაღაც უამრავი უდიდეს დაფინანსება ჰქონდა, არაფერი არ გაუკეთებია, დასკვნაც არ დაუდიათ თუ რეკომენდაციას, ისე აორთქლდნენ ისინი, მაგრამ დღეს უკვე გვეღიმება იმაზე, რომ რა 2 მილიონზეა საუბარი, როდესაც რომელიღაც რიგით ჩინოვნიკებს თურმე ასობით მილიონი დოლარი ჰქონიათ სახლებში წაღებული. შესაბამისად, ახლა ერთი რამე რაც აქ უნდა გვახსოვდეს არის უბრალოდ ის, რომ შეიძლება რაღაც თვალსაზრისით დიახაც ძალიან სასიამოვნო იყოს, როდესაც ყველა ჩვენი ნათქვამი სიტყვა მართლდება, როგორც კორუფციაზე, ასევე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით კატასტროფულ ვითარებაზე, რაც ამ რეჟიმმა შექმნა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ამ ეტაპზე არ ითარგმნება საქართველოს და ქართველი ხალხის ავტომატურ გამარჯვებაში. ხო, ეს არ არის ის, რომ დაუშვათ ხალხის ბრძოლის შედეგად მათ მოუწიათ რაღაცის გაკეთება. არა, ეს სამწუხაროდ არის შიდა ბოლშევიკური წმენდა. იგივე გავიხსენოთ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ციხეშია, ერთი ამბობდა, რომ ილუაშვილი და მთელი ეს კლანი არიან კორუმპირებული და არა ესენი გადაფარებულები იყვნენ ყველანი და რას აკადრულობდნენ, რას არ ამბობდნენ, აღმოჩნდა რომ ეს მართალია და იგივე შეეხება აბსოლუტურად ფასებს. ხო, ხა დღეს გამახსენდა ზუსტად ის, რომ ლევან ხაბეიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ფასებს, აი ესე კამპანიურად ამხელდა ფასების პოლიტიკას და რასთავარია პოლიტიკურ კავშირს ამ თემისა კოც რეჟიმთან. ქიმიური მოწამვლის საქმე ერთადერთია, ვთქვათ, რაზეც ოცნება ასე რეაგირებს, იმიტომ რომ თქვენ რაც ახსენეთ ეს ახალი გზავნილი რეჟიმის მხრიდან, რომ თურმე ახლა გაიგეს, რომ საქართველოში მაღალი ფასებია. მანამდე აი ეს რაღაცა კამპანია, ასევე ელიტური კორუფციის საქმეები. კიდევ რაზე შეიძლება რეაგირებდეს ოცნება აი ამ აქტივობით? ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ, რა თქმა უნდა და არ უნდა დავივიწყოთ, არც ერთი წამით არ უნდა დავივიწყოთ ეს ქიმიური მოწამვლის საქმე, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ის საქმე, რაზეც ისინი წაიტეხენ კისერს. კიდევ რაზე რეაგირებენ და რეაგირებენ იმაზე, რაც ყველაზე მეტად ტკივათ მათ რუსობაზე.
ტკივათ ის რომ ისინი არიან რუსები, რომ გამოვლინდა მათი მოღალატეობა, თავიდან მოღალატეობა და დღეს უკვე რუსობა, ხო, ანუ ღალატი შეიძლება ჩაიდინოს ქართველმა და ესენი უკვე იმ ეტაპზე არიან, როდესაც ისინი პოლიტიკურად ქართველები აღარ არიან. ისევე როგორც სტალინი და ორჯონიკიძე ეთნიკურად იყვნენ ქართველები, მაგრამ პოლიტიკურად ისინი იყვნენ რუსები. აი ზუსტად ამ ეტაპზე არიან დღევანდელი ქოცები, ოღონდ განსხვავებით ბოლშევიკებისგან მათი რიცხვი სამწუხაროდ უფრო დიდია დღევანდელ რეჟიმში. ამაზე რეაგირებენ და აქედან გამომდინარე რომ შევხედოთ მათ პროპაგანდას, რასაც ვერ პასუხობენ, რასაც ვერ ისხლიტავენ, ცდილობენ რომ სარკისებულად შემოაბრუნონ და იმ პატრიოტებს დაუძახონ უსამშობლოები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვიან. იმ ახალგაზრდებს შეუბრუნონ მოღალატეობის სტიგმა, რომელიც სინამდვილეში მათნაირი მოღალატეებისგან იცავს ჩვენს აწყოს და მომავალს, ხო? ეს ტკივად რუსეთის თემა, ვინაიდან ისინი თავიდან ბოლომდე არიან მიბმული რუსეთი, ჭიკლარი და ასრულებენ რუსულ დავალებებს, თვითონ არ იციან ძალიან ხშირად ის გზავნილი საიდან მოდის, ხო? რამდენიმე მიტინგი და აქცია გავიხსენოთ ახლა წლევანდელი და შარშანდელი, როდესაც მათი მაღალჩინოსნებიც კი და მე მგონია ერთ შემთხვევაში ივანიშვილზეც ეს ეჭვი მაქვს, რო კითხულობდა თვითონ არეჯერა ნეტა ეს ვინ დაწერაო, ხო, მაგალითად ბოდიშის მოხდის მომენტში ერთი-ორჯერ წაბორძიკდა განაიმიტო რომ ეს მასთან რაიმე ფორმით შეუთავსებელია, მაგრამ ეთქობა ძალიან მკვეთრად მოხდა მესეჯ ბოქსის ცვლა და ის თვითონაც კი სავარაუდოდ არ იყო ამისთვის მზად და უბრალოდ დაუდეს, ჩაუწერეს და მანაც წაიკითხა როგორც ეს ევალება რუსეთის მეფის ნაცვალ საქართველოში. შესაბამისად ეს თემები ტკივა, ეს თემები არ უნდა გადავაფარინოთ, რაც შეეხება ამ ფასებს მაგალითად, ხო? ეხლა ვის ვატყუებინებ თავს, საქართველოში ყველა დიდი ბიზნესი არის მათ ხელში, ან კონტროლდება მათ მიერ. ხო და ფასი თუ მაღალია, ამაზე პრესკონფერენციები კი არ უნდა მოაწყონ და რაღაც პრეზენტაციები კი არ უნდა აკეთონ, არამედ პირველ რიგში ის სპეციალურად შექმნილი საკანონმდებლო ჭაობი უნდა მოაშორონ ამ ქვეყანას, რომელიც თვითონვე შექმნეს და რომელიც დიახ იწვევს ფასის ზრდას, როდესაც ამატებ უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს, როდესაც უამრავ ახალ ბიზნეს დაპყრობას უქმნი ბიზნეს, ბუნებრივია ის სადღაც ამას აინაზღაურებს. მათ შორის შეიძლება რაღაც ნამატი კონდეს იმის გასათვალისწინებად, რომ ხო არ იცის ხვალდაზე რა ვითარებასთან მოუწევს შეხება. და ეს პროპაგანდი პარტიულ ყოლაბასაც ავსებენ და ეს არ არის ვიღაცის შეფასება, ვთქვათ, სტატისტიკა, ოფიციალური დოკუმენტები. რა თქმა უნდა, შესაბამისად ახლა ვისატყუებენ შეიძლება ეს რაღაც შოუდადგან დროებით აი ამ თემის წინ წამოსაწევად და სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად და ცხადია ახლა აქ არაფერი არ შეიცვლება. ანუ საქართველოში შეიძლება რაღაც შეიცვალოს უკეთესობისკენ მხოლოდ თუ ამ რეჟიმს მოვიშორებთ, თორემ ამ პრესკონფერენციებით და ამ რაღაც საგამოძიებო კომისია დაავალა ახლა ხო პარლამენტს შექმენითო, ახლა მორიგი ცირკი დაიდგება საგაზაფხულო სესიაზე და ამით არ ვიცი ვიღას გამოყვებავენ ვინაიდან მათი არავის არ სჯერა თვითონაც არ სჯერათ ბუნებრივია ამის. კი ბატონო. და ბოლოს მინდა გკითხოთ მათ შორის როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, რადგან ქიმიური მოწამვლის საქმე რამდენჯერმე ახსენეთ, რა ბერკეტები არსებობს, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო გამოძიებაზე და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ამ ნაწილში სიახლეები იქნება მომდევნო პერიოდში? იმიტომ რომ ოცნებისგან გასაგებია რომ ისინი თქვათ არაპირებენ არც პარტნიორებთან თანამშრომლობას, ვინც მოგთხოვსო, გადავცემთ დოკუმენტებსო ბოლოს რაღაც ასეთი თქვა ოცნების ლიდერების მხრიდან. რა დოკუმენტებს გადასცემენ, ანუ ელემენტარულად გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ეს საქმე ჩაფარცხეს ზუსტად 4 თუ 5 დღეში. ამ 4 თუ 5 დღის განმავლობაში მათი მიზანი იყო, რომ ეთქვათ რომ არაფერი არ მომხდარა და სინამდვილეში ეს იყო თითქოს საბოტაჟი და ვინც ამაზე ლაპარაკობდა ისინი ებრძოდნენ ამ ქვეყანას და ამ 4 და 5 დღის განმავლობაში იმდენად კივნეული იყო ეს საქმე მათთვის რომ ვერ მოახერხეს მესეჯ ბოქსის გამართვაც კი ვინაიდან გამოვიდა ჩემთვის თავარი რაც არის ხო გამოვიდა გომელაური მათი შინაგან საქმეთა მინისტრი და აღიარა რომ კი ნამდვილად ასეთი ნივთიერება ჰქონდა უბრალოდ შევიძინათ ადრეო წინა ხელისუფლების დროსო მერე გამოვიდა კიდე სხვა მათი სპიკერი და თქვა რომ არა ასეთი რამ ნაცებსაც კი არ შეუძენიათ ანუ მინიმუმ ისეთი რაღაცეები გააკეთეს რაც წინააღმდეგობრივია და რაც აღიარების თვალსაზრისით არაერთ შემთხვევაში რაც შეეხება იმას თუ რა გზები არსებობს გამოძიებისთვის ვიმეორებ აქცელობს რამდენიმე სხვადასხვა გზა ჯერჯერობით ფორმალური თვალსაზრისით არც ერთი არ დაწყებულა მაგრამ მიმართვები არსებობს კონტაქტები არსებობს და ეს ის საქმეა რომელიც ვიმეორებ ამ ხელისუფლებას ძალიან მძიმე
შედეგამდე მიიყვანს, ვინაიდან არავის არ ეპატიება ამ ტიპის იარაღის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ნუ განსხვავება ის არის, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ ესენი ქართულ ხალხს საკუთარ ხალხად არ მოიაზრებენ. ეს არიან როდიონოვის მემკვიდრეები, 9 აპრილს ვინც დაგვარბია რუსთაველის გამზირზე, იმ ადამიანების მემკვიდრეები არიან და ყველაზე გვიან ეს გამოჩნდა უკვე გავრილოვის ღამისას 2019 წელს, როდესაც პირველად 30 წლის შემდეგ რუსებმა ისევ დაგვარბიეს რუსთაველზე და მას მერე ყოველწლიურად გვარბევენ და ყოველწლიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ ეს უბრალოდ ევროპაში არ შესვლის კამპანია კი არ არის, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წართმევის ძალიან ვერაგი გეგმა, რომელიც ამ ეტაპზე თითქმის ბოლოს შეყავთ გაყვანილი ივანიშვილის რეჟიმის ამბსონებს.